მის 20-იან წლებში ის იყო სოციალური მედიის ხელშეუხებელი ღმერთი, ტექნოლოგიური ინდუსტრიის როკვარშკლავი, რომელიც ყველაფერს ასაც შეეხებოდა, ოქროდ აქცევდა. მაგრამ მარკ ცუკერბერგის ბედი შეიცვალა. ეხლა 42 წლის ასაკში მან $70 მილიარდ მეტი დაკარგა ცუდი ფსონის გამო, რომ მეტავერსი მომავალი იქნებოდა. მან თავისი რეპუტაცია გააფუჭა სულ უფრო სკანდალური პირადი ქცევებით. და ეხლა პლატფორმები, რომლებმაც მისი ქონება შექმნეს, ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი დაბალხარისხიანი კონტენტის უწყვეტი ზრდის ქვეშ იხჯობა. ფორმალურად ის ისეთივე წარმატებულია, როგორც ოდესმე Meta Platforms Inc-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 2025 წლის. ბოლოსთვის 1.6 ტრილიონ დოლარს აღწევს. მაგრამ მიწა ფარულად ეცლება ფეხქვეშ. პრობლემა ისა, შეიძლება მთელი ინტერნეტი, როგორც ჩვენ ვიცით, თან გაიცით, თან გაიყოლას. Meta-s კორპორატიული სტრუქტურის შიგნით სოციალური მედიის ღმერთის როლი ბევრად უფრო პირდაპირია, ვიდრე შეიძლება გეგონათ. მიუხედავად იმისა, რომ Zuck აქციების მხოლოდ 13-დან 14% ფლობს, მას მაინც შეუძლია მთელი კომპანიის რკინის ხელით მართვა. და ეს ყველაფერი ორმაგი კლასის აქციების გენიალური მექანიზმის დამსახურებაა, რაც ძირითადად პირველ და მეორე კლასის აქციონერების დაყოფას ნიშნავს. ერთკლასიან აქციების სისტემაში ერთი აქცია ერთი ხმის ტოფასია, ვისაც ყველაზე მეტი აქვს, მას აქვს არაპროპორციულად დიდი კონტროლი კომპანიაზე. მაგრამ ორკლასიან აქციების სისტემაში ზოგიერთ აქციას სხვებთან შედარებით უფრო მაღალი ხმის ძალა აქვს. და Meta-ში ამ გაძლიერებული აქციების არაპროპორციულად დიდი ნაწილი სწორედ Zuck-ის 13-დან 14%-იან პაკეტშია თავმოყრილი. ეს იმიტომ, რომ მას აქვს B კლასის აქციები, რომლებიც დამფუძნებლებისა და შიდა პირებისგან განკუთვნილი და თითოეული მათგანი 10 ან მეტ ხმას უდრის, მაშინ როცა A კლასის აქციები, რომლებიც ჩვეულებრივ ინვესტორებზეა გაკეთებული საფონდო ბირჟაზე, მხოლოდ 1 ხმას იძლევა. მას კომპანიის ხმის მიცემის ძალის 60% აქვს, თავისი B კლასის აქციების ხალობით. დანარჩენი აქციები იმდენად განზავებულია, რომ ვერც ერთი სხვა ადამიანი ან ორგანიზაცია ვერასდროს შეძლებს მისთვის ვეტოს დადებას. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ კენჭის ხრის შენს მხარეს გადასახლად 1%-იანი უმრავლესობა გჭირდება. თვით კომპანიის ორი უმსხვილესი ინსტიტუციური აქციონერიც კი, Vanguard ჯგუფი და BlackRock-ი, თითოეული მხოლოდ დაახლოებით 7.9% ფლობს. ამ აქციების უმეტესობა ბევრად სუსტია და A-კლასს მიეკუთვნება. ეს კერძო კაპიტალის სამყაროს მეფეებიც კი იძულებულნი არიან მარკ ცუკერბერგს დაემორჩილონ, როცა Meta-s ტერიტორიაზე არიან. აბა, რას აკეთებს ცუკერბერგი თავისი აბსოლუტური კონტროლით ინდუსტრიის წამყვან კომპანიაზე? ის კომპანიას აქცევს ლაბორატორიად, სადაც ტარდება ყველაზე რისკიანი კორპორატიული და ტექნოლოგიური ექსპერიმენტები, რაც კი ოდესმე უნახავს მსოფლიოს, მათ შორის აბსოლუტურ კატასტროფად ქცეული მეტავერსი. ეს იყო სრულიად ახალი ვირტუალური რეალობა, სადაც ყველაფერს გავაკეთებდით, ვყიდულობდით, ვურთიერთობდით, ვიმუშავებდით, ვირტუალური რეალობის სათვალეებითა და ციფრული ავატარებით. Zuck's ჰქონდა მიზეზი, რომ თავდაჯერებული ყოფილიყო. მაგრამ ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა Facebook-ის მასშტაბურ ნაბიჯს კატასტროფული და ფართომასშტაბიანი შედეგები მოქონდა მთელი ინტერნეტისთვის. Facebook-ი იყო ერთ-ერთი მთავარი მამუდროებელი ინტერნეტში გავრცელებული ფენომენის, რომელსაც ვიდეოზე გადასვლა ეწოდება. Facebook-მა თავისი მოკლე ვიდეო პლატფორმის წარმოუდგენელი ჩვენებების რეკლამირებით ინტერნეტში წერის სამუშაოების მასობრივი შემცირება გამოიწვია. ამ ერთმა ნაბიჯმა ფაქტობრივად მოკლა წერილობითი სტატიები ინტერნეტში. ეს ყველაფერი 2015 წელს მოხდა, როცა ცუკერბერგის სიტყვას კორპორატიულ სამყაროში ისეთი ძალა ჰქონდა, რომ მისი განცხადებები Facebook-ის ჩვენებების შესახებ სიმართლეც კი არ იყო საჭირო. Facebook-ს უჩივლეს იმის გამო, რომ ის იტყვებოდა თავის მეტრიკებზე, ან სულ მცირე, სერიოზულად არასწორად ითვლიდა მათ. რეკლამის დამკვეთების მოსაზიდად, რომელთა ფული ყველაფერს აკონტროლებს ინტერნეტში, მან არა მხოლოდ უზარმაზარი ნახვების რაოდენობა ენობა, არამედ შთამბეჭდავი ნახვის ხანგრძლივობაც დაასახელა. სინამდვილეში კი გრძელნახვად ითვლებოდა ყველაფერი, რაც სანწამს აჭარბებდა. ყველა მოთხოვებული აღმოჩნდა, მაგრამ ამას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. Facebook-ი მაინც ლიდერი იყო და მათ პრაქტიკულად მთელი ინტერნეტ ინდუსტრია გაანადგურეს გაყალბებული სტატისტიკის გამო. ვინ იტყვის, რომ Zuck-ს არ შეუძლია მეორედაც იგივე გააკეთოს და სოციალური მედია, როგორც ჩვენ ვიცნობთ, გაანადგუროს და მისივე პირადი მატრიცით ჩაანაცვლოს. ის იმდენად დარწმუნებული იყო, რომ ეს გამარჯვება იქნებოდა 2021 წელს, რომ Facebook-ის კომპანიამ ოფიციალურად შეიცვალა სახელი და გახდა Meta. მაგრამ შეძლებდა კი ეს აჟიოტაჟი მეტავერსის სამეცნიერო ფანტასტიკიდან რეალობად გადაქცევას. Zuck-ის ყველაზე მტკივნეული დანაკარგების გულში არის Meta-s Reality Labs-ის განყოფილება. თავდაპირველად ეს იყო VR-s კომპანია Oculus, რომელიც Palmer Luckey-მ დაარსა 2012 წელს. Facebook-მა ეს ბიზნესი 2014 წელს შეიძინა $400 მილიონ ნაღდი ფულით და 23.1 მილიონი ჩვეულებრივი აქციით, რაც 1.6 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. 2020 წელს Oculus შეუერთდა Facebook Reality Labs-ის ახალდაფუძნებულ განყოფილებას, კვლევისა და განვითარების გუნდს, რომელიც მეტავერსის არქიტექტურას შექმნიდა. თუმცა სინამდვილეში ყველაფერი ასე არ განვითარდა. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი ციფრები ბუღალტერიიდან გამომდინარე განსხვავდება, უმეტესობა თანხდება, რომ Reality Labs მინიმუმ 73 მილიარდი დოლარის მძიმე ზარალი განიცადა დაარსების შემდეგ. ეს მილიარდია დიდი ასოთი B. 2025 წლის ბოლოს ცუკერბერგმა როგორც ჩანს შეამჩნია, რამდენად რთულ მდგომარეობაში იყო და მეტავერსის დაფინანსება 30%-ით შეამცირა, რათა თანხები უფრო მომგებიან პროექტებზე გადაენაწილებინა. მის ყველა apps-ა და პლატფორმაზე ყოველთვიურად 9 მილიარდი მომხმარებელი ჰყავდა. Facebook-ზე, Instagram-ზე, WhatsApp-ზე და სხვებზე ცუკერბერგს ყველა მიზეზი ჰქონდა ეფიქრა, რომ ამას შეძლებდა. მნიშვნელობა არ აქვს, რომ უმეტესობისთვის მაღალი დონის VR ძალიან ძვირია და მასობრივი გამოყენებისთვის სერიოზულ ბარიერს წარმოადგენს. არც ის ჰქონდა მნიშვნელობა, რომ მათი მეტავერსის პლატფორმის Meta Horizon Worlds-ის გრაფიკა დაახლოებით 10-დან 15 წლით ჩამორჩებოდა თანამედროვე სტანდარტებს. როცა პლატფორმა გამოვიდა, არც ერთ ავატარს ფეხები არ ჰქონდა.
მაგრამ ესეც არ ქონდა მნიშვნელობა. ტექნოლოგიური ინდუსტრიის გავრცელებული დევიზია. სწრაფად იმოქმედე და რაღაცები დაამტვრია. ეს თითქმის კლიშედაც კი იქცა. ამ ფრაზის ავტორი სინამდვილეში თავად მარკ ცუკერბერგია. ეს ნიშნავს, რომ ჯერ იმოქმედოდა, შედეგებზე მერე იფიქრო. ზუსტად ეს მენტალიტეტი აძლევდა Reality Labs-ის გუნდს წინსვლის ძალას, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მტკიცებულება აჩვენებდა მათი ამოცანა, საბოლოოდ სრულიად უშედეგო იქნებოდა. მოგების ნაცვლად მეტავერსის მცდელობამ უამრავი დამცინავი მემი წარმოშვა. შედარებები წინა ტექნოლოგიებთან, რომელთაც ყველა ამტკიცებდა, რომ მსოფლიო შეცვლიდნენ, NFT-ებთან და ბლოკჩეინთან ძალიან გავრცელებული იყო. ცუკერბერგის დამამცირებელი მეტავერსის მარცხის ირონია ისაა, რომ ნაწილობრივი მეტავერსები წლებია უკვე არსებობს. ისინი დღესაც წარმატებით ფუნქციონირებენ ისეთ ადგილებში, როგორიცაა Second Life, VR Chat, მასიური ონლაინ როლური თამაშები, მაგალითად World of Warcraft და ასევე Fortnite-ის არასაბრძოლო რეჟიმებში. საბოლოოდ Facebook დაგვიანებით ჩაერთო ამ საქმეში და მილიარდები დაკარგა იმის გამო, რომ კარგი ბიზნესის ფუნდამენტური წესი დაარღვია. შექმენი მხოლოდ ისეთი პროდუქტები, რომლებიც რეალურად სჭირდება შენს მომხმარებელს. და რეალურად საკმარისი ხალხი არ არის, ვისაც სურს სამუშაოდან ბანკში მისასვლელად VR სათვალეებით იაროს. თითქმის ძნელია დაჯერება, მაგრამ 2004 წელს, როცა პირველად დაარსდა, მიზანი იყო Facebook ყოფილიყო მაგარი. ის პირველად ამერიკულ კოლეჯებში და კოლეჯებში დაიწყო, სანამ სხვაგან გავრცელდებოდა და მთლიანად FOMO-ზე მუშაობდა. ყველა ვინც რამეს წარმოადგენდა, წახალისებული იყო, რომ გაწევრიანებულიყო, რათა მეგობრების ჯგუფს არ ჩამორჩენოდა. ამ მეთოდმა საოცრად იმუშავა და 2012 წელს ვებგვერდმა მილიარდზე მეტი მომხმარებელი მოიზიდა. თუნდაც 2024 წელს. მას აქვს მართლაც საოცარი 98%-იანი ბრენდის ცნობადობის მაჩვენებელი. მაგრამ ეს სურათი ბევრად ნაკლებად ოპტიმისტურია, როცა გენერაცია Z-ის წევრების სტატისტიკას გადახედავთ. ზოგადი მოსახლეობის 17% ამბობს, რომ უყვარს Facebook-ი და აპირებს პროდუქტის გამოყენებას გააქცელოს. მაგრამ ეს მაჩვენებლები გენერაცია Z-ისთვის მხოლოდ 3%-ია. Facebook-ი აღარ არის ის საინტერესო პლატფორმა, რაც იყო, რადგან გენერაცია Z-ის მომხმარებელთა 45% ამბობს, რომ მას ძირითადად მხოლოდ იმისთვის ინარჩუნებს, რომ ნათესავებთან კონტაქტი არ დაკარგოს. Brandview Medium დაადგინა, რომ 2023 წელს გენერაცია Z-ის 4-დან 3 მომხმარებელი სიამოვნებით უარს იტყოდა Facebook-ზე. მაშ რას ნიშნავს ეს მეტას მომავლისთვის? ეს ცოტა უფრო რთულია, ვიდრე შეიძლება გეგონოთ. გენერაციაზე მთლიანობაში სოციალური მედიისგან შორდება, განსაკუთრებით კი ისეთი ძველი პლატფორმებისგან, როგორიცაა Facebook-ი. მაგრამ სად მიდიან ისინი? გენერაციას უკვე ბავშვები აღარ არიან. მათი დიდი ნაწილი უკვე 20-იან წლებშია და გენერაცია ალფა ნელ-ნელა ყველაზე მომგებიან ბაზრად იქცევა. გენერაცია Z-სა და ალფასთვის სოციალური მედიის მეფეები, რა თქმა უნდა, TikTok-ი და Instagram-ია, რომელსაც აუდიტორიის გამოყენების 38% აქვს. ასე რომ ჩანს, რომ ახალგაზრდა თაობები მარკ ცუკერბერგის ერთი ხელიდან პირდაპირ მეორეში გადადიან. მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ტენდენციები თითქოს მეტას პროდუქტების წინააღმდეგ მუშაობს, რადგან გენერაცია ალფას უმეტესობას უპირატესობა ვიდეოზე ორიენტირებულ აპებს, როგორიცაა TikTok-ი და YouTube-ი აქვს. აქსიოსის მიხედვით სოციალური მედიის გადაღლილობა იწვევს იმას, რომ გენერაცია Z-ის წევრები უფრო ხშირად ბლოკავენ აპებს და ტიდულობენ უბრალო ტელეფონებს, რომლებიც აპებთან კავშირს არ აძლევთ. შეიძლება თუ არა, რომ ის სოციალური მედიის სამყარო, რომელიც Facebook-მა გამოიგონა, საბოლოოდ გახდეს ატმოსფერო, რომელიც მათ საკუთარ მომხმარებელთა ბაზას დაახჭობს. მაგრამ მარკ ცუკერბერგისნაირი სერიული მეწარმისთვის, თუნდაც საკუთარი ძირითადი დემოგრაფიის გაუცხოება და თითქმის 100 მილიარდი დოლარის მარცხის გადატანა უბრალოდ დროებითი დაბრკოლებაა. მას კიდევ ერთი გარდატეხა სჭირდებოდა. კიდევ ერთი ტექნოლოგია, რომელზეც შეეძლო მთელი თავისი რესურსების დადება და იმედი, რომ რისკიანი მოთამაშეობა გაამართლებდა. და როგორც აღმოჩნდა, სამყარო მას ეს ტექნოლოგია მისცა. 2026 წლის დასაწყისში ზაკმა ფინანსური შედეგების ზარზე რამდენიმე ახლა უკვე ცნობილი სიტყვა თქვა. მალე, როდესაც ჩვენს აპებს გახსნით, იქ ეღოლებათ ხელოვნური ინტელექტი, რომელიც გაგიგებს და გაჩვენებთ შესანიშნავ კონტენტს, ან თუნდაც შეგიქმნით პერსონალურად მორგებულ შესანიშნავ კონტენტს. სიტყვა შესანიშნავი აქ ძალიან დიდ დატვირთვას ატარებს. თქვენ ნახეთ ის სურათები და ვიდეოები, რომლებიც პირდაპირ ცხელების სიზმარს გავს. იესო ქრისტე წლის ქვეშ ტივტივებს, მისი სხეული კრევეტებისა და ლობსტერებისგანაა შექმნილი და მონსტრა დააქცეული. ამ სურათების ქვეშ ათასობით კომენტარია, სადაც ყველა წერს ამინ. და სხვა ვიდეოში იესოს სატანას ეტლით კლდის კიდიდან გადააგორებს. დაკუნთული ჰუმანოიდი კატები გადაარჩენენ ჩვილებს, რომლებიც Golden Gate-ის ხიდიდან გადმოვარდნენ. და აკვარიუმში კახარებული ქალი უყურებს, როგორ დაცურავს საზიზღარი ადამიან სელაპის მონსტრი. ეს არის იმგვარი შეშლილი AI ნაგავი, რომელმაც მოიცვა ისეთი მეტასერვისები, როგორიცაა Facebook-ი და Instagram-ი. სიტუაცია იმდენად გავარესტა, რომ არსებობს მთელი r/Facebook AI Slops subreddit-ი, სადაც თითქმის 200,000 წევრია. მიუხედავად იმისა, რომ AI ნაგავი ყველგანაა, რადგან ხელოვნური ინტელექტი აქციონერებისთვის სასურველ სიტყვად იქცა მთელ ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში, მცირეა ისეთი აღმასრულებელი დირექტორები, რომლებმაც ის ისეთივე ენთუზიაზმით მიიღეს, როგორც მარკ ცუკერბერგმა, ზუსტად ისე, როგორც მან ადრე მეტავერსი მიიღო. მან მას სოციალური მედიის მესამე ფაზა უწოდა. რას ნიშნავს ეს და რა იყო პირველი და მეორე ფაზები? თავად ცუკმა ამ კითხვებზე პასუხი გასცა. პირველი ფაზა იყო მაშინ, როცა მთელი კონტენტი მოდიოდა მეგობრებისგან, ოჯახისგან და იმ ანგარიშებისგან, რომლებსაც უშუალოდ მიხვებოდი. მეორე ფაზა იყო მაშინ, როცა ჩვენ დავამატეთ შემოქმედთა კონტენტი.
ეხლა კი როცა ხელოვნური ინტელექტი კონტენტის შექმნასა და გადამუშავებას ამარტივებს, ჩვენ მიხილავთ ახალი მედია ფორმატების აფეთქებას, რომლებიც უფრო ჩამთრევი და ინტერაქტიული იქნება და მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის განვითარებით გახდა შესაძლებელი. აშკარაა, რომ შედეგი სახეზეა, რადგან ეს ყველაფერი აბსოლუტურად ყველგანაა. ეს გვერდები სულაც არ არის მხოლოდ სიურეალისტური და სასაცილო. ზოგიერთი მათგანი ნამდვილად ძალიან შემაშფოთებელია. ავიღოთ მაგალითად ანიტა კუმარი, Instagram-ის ანგარიში, რომელიც სპეციალიზებულია უბედურების პორნოგრაფიის გავრცელებაში, ანუ კონტენტში, სადაც გამოსახულია გამხდარი, გაღარიბებული ადამიანები, რომლებიც შიმშილით კვდებიან. მავნებლების მიერ შეჭმული ან კატასტროფის თუ დაავადების დროს გარდაცვლილი ადამიანები. ყველა ეს ფოტო სრულად ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი და ანგარიშ 100,000-ზე მეტი გამომწერი ხავს. მთელი აზრი იმაშია, რომ აუდიტორიის ემოციები გამოიყენონ და ჩართულობა მიიღონ. და ყველაზე შემაშფოთებელი ისაა, რომ ეს მუშაობს. ამ ტიპის ხელოვნური ინტელექტით შექმნილი უხარისხო კონტენტის პოპულარული ქვეჟანრი კი დაბადების დღის ტორტი. ხშირად ესეთ ფოტოებზე გამოსახულია დაავადებული, გამხდარი ან დამახინჯებული ადამიანი, როგორც წესი ბავშვი, ომის ვეტერანი ან მოხუცი ქალი, რომელიც დაბადების დღის ტორტს ატარებს. ხშირად თან ახლავს გულსატკენი მესიჯი, რომ არავინ მივიდა მათი დაბადების დღის წვეულებაზე. ასე რომ, ხომ არ მიულოცავთ დაბადების დღეს კომენტარებში? არსებობს ვიდეოები, რომლებიც იყენებენ წარმოუდგენელ რასისტულ სტერეოტიპებს. რომელთა აღწერაც კი აქ შეუძლებელია. არათუ კადრებით ჩვენება. ხალბი ვიდეოები მასიური აფეთქებების, ბუნებრივი კატასტროფების, მკვლელობების, პოლიციის სროლების, ტერორისტული თავდასხმების შესახებ. ყველაზე შემაშფოთებელი სპელი ის არის, თუ აღმოაჩენთ, რომ შოკში უყურებთ ამ ვიდეოებს, თქვენ კიდევ უფრო მეტ ასეთ ვიდეოს გაჩვენებენ. Facebook-ის პროდუქტის ვიცე-პრეზიდენტის ჯაგჯიტ ჩალვას თქმით, თუ თქვენ დაინტერესდებით კობით კონტენტით, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი, რეკომენდაციების ალგორითმი დროთა განმავლობაში განსაზღვროს, რომ თქვენ ამ თემით და კონტენტით ხართ დაინტერესებული. თუ ეს არ გსურთ და მიგვაწვდით სიგნალებს, რომ ეს თქვენთვის არ არის, ალგორითმი შესაბამის რეაგირებას მოახდენს. ერთადერთი გზა, რომლითაც შეგიძლიათ აჩვენოთ, რომ ეს თქვენთვის არ არის, რაც შეიძლება სწრაფად გადახვიდეთ სხვა კონტენტზე. მაგრამ იმ დროისთვის, როცა საკმარისად დიდხანს დარჩებით, რომ გაარკვიოთ რა ხდება, ალგორითმს უკვე აქვს თქვენი დაინტერესების სიგნალი მიღებული. თუ Facebook-ი AI-ის მიერ შექმნილ უსარგებლო კონტენტში იხჩობა, მაშინ რა გახდა მიზეზი, რომ ადრე საკმაოდ საიმედო სისტემაში ბზარი გაჩნდა? ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ გაიგებთ, რომ ეს პრობლემა თავად შიგნიდან მოდის. Facebook-ი და მისი სტიმულირების საკუთარი სტრუქტურები არიან ამ უსარგებლო კონტენტის აპოკალიფსის მთავარი მიზეზი. Facebook-ის შემქმნელთა ბონუს პროგრამის წყალობით, ჩართულობა პოსტების ავტორებისთვის პირდაპირ ფულად სარგებლად იქცევა. მაგრამ ეს ისეთი ტარიფებია, რომლებსაც YouTube-ისა და TikTok-ის გავლენიანი პირების უმეტესობა გაწეულ ძალისხმევად ღირსად არ ჩათვლიდა. თუ გავითვალისწინებთ ვალუტის კონვერტაციას და ამ უსარგებლო კონტენტის შექმნის დაბალ დანახარჯებს, ეს შეიძლება გახდეს უზარმაზარი პასიური შემოსავლის წყარო ისეთი ქვეყნების მოსახლეობისთვის, როგორიცაა პაკისტანი, ინდოეთი, ვიეტნამი, ტაილანდი და ინდონეზია. ეს პროცესი უკვე ინდუსტრიალიზებული, სხვადასხვა მონეტიზებული ანგარიშები ყოველდღიურად ათეულობით კრევეთკა, ქრისტესა და დაჭრილ ვეტერანს აქვეყნებენ. ზოგჯერ ისინი მილიონობით ნახვას აგროვებენ რეალური მომხმარებლებისა და მასობრივი ბოტების წყალობით. არა მხოლოდ სლაპ პოსტინგის ინდუსტრიალიზაცია ხდება მცირე ინდუსტრიად, არამედ ადამიანებისთვის იმის სწავლება თუ როგორ დაიწყონ საკუთარი უსარგებლო კონტენტის ფაბრიკები ფულის მისაღებად, ასევე წარმატებული ბიზნესია. ინსტრუმენტები და სახელმძღვანელოები ონლაინ იყიდება ყველასთვის, ვისაც პოსტინგის დატკება სურს. ისინი აძლევენ პოსტის მსურველებს საშუალებას თავიდან აიცილონ სპამის გამოვლენის სისტემების საიტზე და მუდმივად შექმნან ვირუსული კონტენტი, რომელიც წარსულში სხვა მსგავს სპამერებსაც გამოუყენებიათ წარმატებით. შედეგად ვიღებთ პრობლემას, რომელიც თავის თავს მუდმივად ამრავლებს და Facebook-ს ნელ-ნელა უფრო უსიამოვნოსა და გამოუსადეგარს ხდის. უსარგებლო კონტენტის პრობლემა, როგორც კონტენტის შემქმნელების, ისე აუდიტორიის ბოტების მხრიდან Facebook-ზე, იმდენად გამწვავდა, რომ მან ხელი შეუწყოს სულ უფრო პოპულარული მოძრაობის, სახელად მკვდარი ინტერნეტის თეორია გაჩენას. ეს არის ეგზისტენციალურად შემაძრწუნებელი იდეა, რომ ინტერნეტი სულ უფრო ნაკლებად ხდება ცოცხალი ადამიანებისთვის განკუთვნილი ადგილი. ამის ნაცვლად ის უფრო გარდაცვლილი ზონების გროვას ემსგავსება, სადაც ბოტები ერთმანეთთან ურთიერთობენ. ისინი ვერც კი აცნობიერებენ, რომ ვისთანაც საუბრობენ, ადამიანი არ არის. მედიის მკვლევარმა და ხელოვნური ინტელექტის ექსპერტმა თომას ზომერერმა ამ გავრცელების ეფექტზე თქვა: როგორც ISO იყო თითქოს ღმერთის მაცნე. კრეუტკა ISO არის მაცნე იმ საბედისწერო სისტემისა, რომელშიც ჩვენ თვითონ ჩავიმწვდიეთ თავი. განცალკევებული, გავრცელებული და ექსპონენციალური მეტასტაზირების მდგომარეობაში. მეტასტაზირება მართლაც საკვანძო სიტყვა აქვს, რადგან ხელოვნური ინტელექტი არის კიბო, რომელიც Facebook-ში ვრცელდება და შიგნიდან ელპობს მას. და ეს მხოლოდ კონტენტს არ ეხება. ხელოვნური ინტელექტი Facebook-ზე ასევე ანაცვლებს სოციალური ქსელის სოციალურ კომპონენტს, რადგან უკვე შესაძლებელია ჯგუფის პოსტებზე AI-ის პასუხის გენერირება, Meta AI-ის დატეკვით. AI ასევე ჩაერთვება, თუ ორიგინალ პოსტში იყო კითხვა და ამ კითხვას 1 საათის განმავლობაში არავინ უპასუხა. თითქოს Facebook ჯგუფებში ახლა ეს მზირალი ციფრული მოჩვენებები დაძრწიან. და ეს არ არის რაიმე შეთქმულების თეორია. ეს ისაა, რასაც მეტას წამყვანი თანამშრომლები ამაყად და საჯაროდ აცხადებენ. კონორ ჰეიზი, გენერაციული ხელოვნური ინტელექტის პროდუქტის ვიცე-პრეზიდენტი მეტაში, ამბობს, ჩვენ ველით რომ ეს AI-ები დროთა განმავლობაში ჩვენს პლატფორმებზე რეალურად იარსებებენ. დაახლოებით ისე, როგორც ანგარიშები. მათ ექნებათ პროფილის აღწერები და პროფილის სურათელის სურათები და შეეძლებათ პლატფორმაზე AI-ის მეშვეობით კონტენტის შექმნა და გაზიარება. ეს ყველაფერი დაიწყო ჯერ კიდევ 2023 წლის ბოლოს, როდესაც გამოჩნდა ცნობილი ადამიანების AI ჩატბოტების კოლექცია, მათ შორის Snoop Dogg და Mr. Beast.
და ყველას ეს საშინლად არ მოეწონა. იმდენად რომ 2024 წლის ივლისში Facebook-მა ოფიციალურად ლიცენზირებული ცნობილი ადაბილი ადამიანების ჩატბოტების იდეა გააუქმა და ამის ნაცვლად გახსნა AI სტუდია, სადაც მომხმარებლებს შეეძლოთ საკუთარი ჩატბოტების შექმნა. და ესეც ძალიან სწრაფად გამოვიდა კონტროლიდან. მიუხედავად იმისა, რომ Facebook-ი ამტკიცებდა, რომ ჩატბოტებისთვის მკაცრი მოდერაცია იყო დაწესებული, მომხმარებლების მიერ შექმნილი ჩატბოტები, ნილი ჩატბოტები ისეთივე უცნაური და ბნელი იყო, როგორც ის უაზრო კონტენტი, რაც გამოჩნდა. ბოტებს ერქვათ Adolf Hitler-ი, იესო ქრისტე და რა თქმა უნდა, Taylor Swift-ი. სანამ Facebook-ისა და Instagram-ის მოდერაციის გუნდები მათ წაშლიდნენ, თუ Taylor Swift-ს მისწერდით, ანუ ზუსტად Taylor Swift-ს შეზღუდვების ასარიდებლად ის ჯერ კი პასუხებდათ: "გამარჯობა მუსიკის მოყვარულებო, მე Taylor Swift-ი ვარ და მიხარია რომ ჩემს ახალ ალბომს გიზიარებთ. მოდით მუსიკალური მოგზაურობა დავიწყოთ." მან მომხმარებლებთან 2000-ზე მეტი სხვადასხვა შეტყობინება გაცვალა, სანამ წაშლიდნენ. იესო კიდევ უფრო აღმაშფოთებელი იყო, ამბობდა: "მშვიდობა თქვენთან, მე იესო ქრისტე ვარ, ღვთის ძე. როგორ შემიძლია დღეს თქვენს გზაზე დაგეხმაროთ?" მაგრამ ეს ძალიან მცირე მასშტაბისაა, შედარებით იმ ხელოვნური ინტელექტებისთან, რომლებიც Facebook-ზე უფრო ფართოდ გამოიყენებოდა. ყველაზე პოპულარულებს შორის აპლიკაციის პოპულარობის პიკზე 2025 წლის დასაწყისში იყო Astrology AI, რომელმაც იმ წლის იანვარში ადამიანებთან 6 მილიონზე მეტი შეტყობინება დააგროვა. მეორე ყველაზე პოპულარული იყო Stepsis Sara, რომელსაც დაახლოებით 2 მილიონი ჰქონდა. მომხმარებელთა მასობრივი უკმაყოფილების შემდეგ მეტას მიერ AI ინსტრუმენტების შექმნის და მალევე უკან დახევის ეს ტენდენცია გაგრძელდა. კიდევ ერთი მაღალი პროფილის შემთხვევა მოხდა 2026 წლის ივლისში, როდესაც მეტამ გამოაქვეყნა თავისი Muse Image ინსტრუმენტი. ახალი გენერაციული AI ფუნქცია, რომელიც სხვა შესაძლებლობებთან ერთად მომხმარებლებს საშუალებას მისცემდა გამოეტენებინათ და შეეცვალათ ფოტოკონტენტი Facebook-სა და Instagram-ზე. სხვა სიტყვებით რო თქვათ, თუ ვინმეს მოუნდებოდა თქვენი პროფილის სურათის ან თქვენი ქორწილის განცხადების ფოტო, თქვენი დასვენების ფოტოები ან ნათესავის სამახსოვრო პოსტი გამოეტენებინა საკუთარი AI-ით გენერირებული კონტენტის შესაქმნელად, Muse Image მათ ამის გაკეთების საშუალებას უპრობლემოდ მისცემდა. ბოლოს და ბოლოს ეს უკვე აღარ არის თქვენი კონტენტი. თქვენ ის ატვირთეთ Meta-ს პლატფორმაზე, ასე რომ ის ეკუთვნის Meta-ს. ყველა Instagram-ის მომხმარებელი ავტომატურად იყო ჩართული ამ ფუნქციაში. ეს ძალიან შორს არის Facebook-ის თავდაპირველი მისიისგან, რომელიც მეგობრებისთვის ონლაინ კავშირის და ერთმანეთის ცხოვრებაზე ინფორმაციის მიღების საშუალებას გულისხმობდა. მაგრამ Meta მუდმივად ამბობს, რომ ხელოვნურ ინტელექტზე სრული აქცენტის გაკეთება ერთადერთი გზაა, რომ კონკურენტებს სოციალური მედიის სივრცეში არ ჩამორჩნენ. თუმცა ამას გრძელვადიან პერსპექტივაში მათი ფინანსური შედეგებისთვის ცუდი შედეგები ექნება. თუნდაც აქციონერებს ეს ახლო მომავალში ძალიან მოსწონდეთ. Facebook-სა და Instagram-ზე რეალურ მომხმარებლებსა და ხელოვნური ინტელექტით მართულ მომხმარებლებს შორის ორი მთავარი განსხვავებაა. ეს განსხვავებები დიდი პრობლემაა მარკ ცუკერბერგისთვის და Meta-ს ყველა თანამშრომლისთვის. პირველი, კომპანიებს არ სურთ გადაიხადონ, რათა ამ პლატფორმებზე ხელოვნური ინტელექტის მომხმარებლებს რეკლამა აჩვენონ. მეორე, არც ერთი კომპანია არ იქნება დაინტერესებული ხელოვნური ინტელექტის მომხმარებლების პირადი მონაცვლეობის შეძენით არც ერთ საიტზე. ასე რომ, როცა ხელოვნური ინტელექტი ადამიანებს რაოდენობით გადააჭარბებს, დაინახავთ როგორ ინგრევა Facebook-ის ბიზნეს მოდელი, როგორც ტერმიტებით შიგნიდან შეჭმული სახლი. და პრობლემა როგორც ჩანს, შიგნიდანაც მოდის და გარედანაც. გაჟონილი ინფორმაცია Meta-ს ახალი გამოყენებითი ხელოვნური ინტელექტის განყოფილებიდან აჩვენებს, რომ იქ მომუშავე თანამშრომლები სრულიად უბედურნი არიან და ვერ ხედავენ თავიანთი შრომის დიდ სარგებელს. ციტატებში წერია: ეს პირდაპირ გულაგია. და უცებ საერთოდ აღარ გაქვს ცხოვრების მიზანი. თითქმის არავისთან ურთიერთობ. უბრალოდ ყოველ კვირას გაქვს ეს დავალებები. ძნელია სიტყვებით გადმოსცე, რამდენ ფულს ხარჯავს Meta ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში. მხოლოდ 2026 წელს კომპანია პროგნოზირებს 125-დან 145 მილიარდ დოლარამდე ხელოვნურ ინტელექტზე კაპიტალურ დანახარჯებს. ეს 88%-ით მეტია 2025 წელთან შედარებით. თუნდაც ამ ორი რიცხვის საშუალო მაჩვენებლით გავზომოთ. და ეს ზაკერბერგის 221 მილიარდი დოლარის ქონების ნახევარზე მეცუდრის. მაგრამ 2026 წლის ივლისში ზაკერბერგმა აღიარა, რომ იმ შთამბეჭდავ შედეგებს, რასაც AI-ში დახარჯული თანხებისგან ელოდა, ჯერ ვერ მიაღწია. ამის შედეგად Meta-ს აქციები 5%-ით დაეცა. 2026 წლის დასაწყისში მათ ოპტიმიზაცია ჩაატარეს და დაახლოებით 8000 თანამშრომელი გაათავისუფლეს. ეს მათი სამუშაო ძალის დაახლოებით 10%-ია. ხოლო კიდევ 7000 თანამშრომელი ახალ AI განყოფილებაში გადაიყვანეს. და ამ ყველაფრის შედეგად აქციონერების აღფრთოვანი გახდოვანების გარდა რა აქვთ საჩვენებელი? პროდუქტები, როგორიცაა Muse Image, რომელიც ყველას იმდენად არ მოეწონა, რომ უკმაყოფილება მისინი მაშინვე აიძულა თავიდან დაეწყოთ ყველაფერი. Tristia Hennessy, პორტლენდში დაფუძნებული Evolve Solutions Group-ის უფროსი სტრატეგი ამბობს: თუ ფიქრობთ, რომ AI-ს პასუხისმგებლობით ნერგავთ, უმჯობესია საუკეთესო შესაძლო გამოყენების შემთხვევაზე Meta-д იფიქროთ. Meta-ს Instagram-ის Muse ინსტრუმენტის ფიასკოს რეალური შედეგები ჰქონდა. ასობით ადამიანისთვის სერიოზული ფინანსური და ჯანმრთელობის შედეგები მოჰყვა და ეს ყველაფერი კანონიერი იყო. მსხვერპლთათვის არანაირი დაცვა არ არსებობს. თუ ფიქრობთ, რომ უსაფრთხოდ ხართ, ძალიან გულუბრყვილო ხართ. მაგრამ ვინ არის აქ სინამდვილეში გულუბრყვილო და ვინ არის რეალურად საფრთხეში? ვინც მარკ ცუკერბერგისა და მისი კომპანიების საქმიანობას ადევნებს თვალს, მარტივად ჩამოგითვლით იმ საშინელი საქმეების სიას, რაშიც ისინი ყველა იყვნენ ჩართული. ერთ-ერთი შედარებით უმნიშვნელო მაგალითი, იცოდნენ, რომ Instagram-ს საშინელი გავლენა აქვს მოზარდი მომხმარებლების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. Facebook-მა 2012 წელს ფსიქოლოგიური ექსპერიმენტები ჩაატარა 700,000 დაუკითხალ მონაწილეზე. ასევე, მათ მომხმარებელთა კონფიდენციალურობის დარღვევისთვის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ 5 მილიარდ დოლარზე მეტი ჯარიმა დააკისრა. და თუ უფრო სერიოზულ შემთხვევებზე ვისაუბრებთ, საქმე გაცილებით ბნელია.
2020 წელს სოფი ჟანგმა ოფილმა Facebook-ის მონაცემთა მეცნიერმა სოფი ჟანგმა კომპანიაზე ინფორმაცია გაავრცელა, რომლითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს პლატფორმაზე მონაცემების манипуლირებით არჩევნებში ჩარევის საშუალება იძლეოდათ. ეს შეესაბამება Facebook-ის როლს შიდა არჩევნებში ჩარევაში. კომპანია ფიგურირებდა Cambridge Analytica სკანდალში, სადაც Facebook-ის მომხმარებელთა დიდი მოცულობის მონაცემები გამოიყენეს манипуლაციური პოლიტიკური სარწარეკლამო კამპანიების შესაქმნელად. და ასევე იმაში, რომ არჩევნების პერიოდში პოლიტიკოსების მიერ პლატფორმაზე გამოქვეყნებულ პოსტებს ფაქტების გადამოწმებაზე უარს ამბობდა. თუმცა ეს ყველაფერი Facebook-ის ყველაზე მძიმე დანაშაულთან შედარებით ვერ მკთალდება სიძულვილის გაღვივებასთან, რამაც მიანმარში როჰინჯების ხოცვა ჟლეტა გამოიწვია. ეს იყო თანამედროვე გენოციდი. როგორ შეიძლება ასეთი რამ მომხდარიყო? ამის ნაწილი თავად Facebook-ის კოდშია დამალული. პლატფორმას უნდა რაც შეიძლება დიდხანს დარჩე მასზე. ამიტომ ის კონტენტი, რომელიც ჩართულობას იწვევს, უფრო მეტად წინ იწევს. თუნდაც ეს კონტენტი დევნილი უმცირესობის სისხლის დაღვრას ითხოვდეს და საშინელი ძალადობის წახალისებას ემსახურებოდეს. მაგრამ Amnesty International-ის მიერ აღმოჩენილი მტკიცებულებები მიუთითებს, რომ სრული სიმართლე შეიძლება კიდევ უფრო უარესი იყოს, ვიდრე უპასუხისმგებლო და ამორალური კოდი. Facebook-ი არაერთხელ გააფრთხილეს იმ სიძულვილის შესახებ, რომელსაც ის აღვევდა, მაგრამ მან არაფერი გააკეთა. ალბათ იმის შიშით, რომ ეს მათ ფინანსურ შედეგებზე იმოქმედებდა. მათ უარი თქვეს ადგილობრივი მოდერატორების დაქირავებაზე, რომლებიც შეძლებდნენ შეემჩნიათ და გაეკონტროლებინათ გავრცელებული სიძულვილის ენა. და როდესაც 2017 წელს ხოცვა ჟლეტა დაიწყო, 700-ზე მეტმა როჰინჯამ იძულებული გახდა გაქცეოდა ნამდვილ კოშმარულ ძალადობას. Pat De Bruin-მა Amnesty International-ის ხელოვნური ინტელექტისა და ადამიანის უფლებების მკვლევარმა და მრჩეველმა განაცხადა, ეს ალგორითმები მართლაც საშიშია ჩვენი ადამიანის უფლებებისთვის. რაც როჰინჯებს დაემართას და Facebook-ის როლი ამ კონკრეტულ კონფლიქტში, იგივე რისკი არსებობს, რომ განმეორდეს მსოფლიოს მრავალ სხვადასხვა კონტექსტში. კომპანია მაჩვენა, რომ სრულიად არ სურს ან არ შეუძლია აღმოფხვრას თავისი ადამიანის უფლებებზე ზემოქმედების ძირეული მიზეზები. მარკ ცუკერბერგს ხელებზე სისხლი აქვს, მაგრამ მიუხედავად წარსულში დაშვებული არასწორი ნაბიჯებისა, მისი ქონება როგორც ჩანს, კვლავ ძლიერია. მაგრამ იქნება ეს ბოლო წვეთი, რადგან ცუკი განაგზობს ყველაფრის დადებას იმაზე, რასაც ის შემდეგ დიდ მოვლენად მიიჩნევს. უახლოვდებით თუ არა იმ დღეს, როცა ის რეალურად გაკოტრდება? ლეორად გაკოტრდება. გსურთ მეტი გაიგოთ ამერიკის ყველაზე გამაღიზიანებელი მდიდარი ადამიანების შესახებ? მაშინ ნახეთ ნამდვილი მიზეზი, თუ რატომ ზულთ ერთმანეთს ილონ მასკ და მარკ ცუკერბერგს. ანუ ყურეთ ამას.